მეგობრებო, როგორც იქნა გავაკეთეთ წყლარწი. მართა წლების განმავლობაში ცდილობდა და როგორც კი ჩავერთე საქმეში ეგრევე გამოგვივიდა რა. აბა რა, გამარჯობა, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ წყლარწი. მართა თავისი ნახევარი ცხოვრება ცდილობს იმას, რომ გააკეთოს წყლარწი, რაც მახსოვს ბავშვობიდან დარბის და რაღაცებს ერთმანეთში ურევს, სახლს აყირავებს და არასდროს არ გამოსდის წყლარწი და ახლა ბოლო დროს მეც ჩავერთე იმაში, რომ წყლარწი გაგვეკეთებინა, იმდენად უნდოდა, რომ თავისი ხელით გაეკეთებინა. მივაგენით 3 ინგრედიენტს, რომელიც გვჭირდება წყლარწის გასაკეთებლად დაახლავე დავამტკიცებთ და გაჩვენებთ, რომ ამ 3 ინგრედიენტით შეგიძლიათ, რომ სახლში გააკეთოთ წყლარწი. მოკლედ ძალიან ბევრი რამე ვცადე. ისინიც კი ვიდეოებისაც ეწერა, რომ წყლარწი წებოს გარეშე. არანაირად არ გამოდის. ტბილის პასტიდაც კი ხალხდა. ბოლოს მახსოვს, რომ მართა საჩუქეს 20 ლარი და წავიდა და 17 წლარიანი მაკიაჟის მოსაშორებელი იყიდა და რო ვკითხეთ, რატო იყიდეო? ამით უნდა გავაკეთო წყლარწიო და მაინც არ გამოვიდა მეგობრებო და შემდეგ როგორც იქნა, ვიპოვეთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებისგანაც მართლა კეთდება წყლარწი და მოდი დავიწყოთ, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომელიც ვიყიდეთ ერთ-ერთ აფთიაქში და ღირდა 20 ლარი. ეს არის თვალის ლინზის ხსნარი, რომელიც სავარაუდოდ ყველა აფთიაქში უნდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივი წებო. შეგიძლიათ აიღოთ, რავი, თეთრი წებოც. და ეს არის სოდა, რომელიც ბებია ჩვენმა გამოგვატანა. გადაგვიღო ეს ტუტორიალი. სოდა ვფიქრობ, რომ თითქმის ყველას უნდა გქონდეთ სახლში, კითხეთ დედიკოებს, მამიკოებს და ბებიკოებს და ბაბუებს. მოკლედ და ეს არის საღებავი. ეს აუცილებელი არ არის იდეაში, ამიტომაც აუცილებელი არის ეს 3 ინგრედიენტი. თვალის ლინზის ხსნარი, წებო, სოდა. ძალიან მარტივია, ხო? ან მარტივია, როდესაც იცი, მაგრამ სანამ იცი, YouTube-ზე მე როგორც მივხვდი, ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს, სადაც ადამიანები ფაქტობრივად იტყუებიან, რომ ახლა ჩვენ წყლარწს გავაკეთებთ, 9 მილიონი, 1 მილიონი, 2 მილიონი ნახვა აქვს, მაგრამ რეალურად ცდილობს ზუსტად იგივეს და არ გამოდის. მოდით დავიწყოთ, მეგობრებო, უკვე ავიღოთ წებო. მოკლედ მოვხსენით წებოს ყველაფერი და ეხლა აი ამ ჯამში ჩავასხათ. ვაუ, რა ხელა წყლარწი გამოგვივა. ძალიან. აი, მოკლედ, წებო ჩავასხით. ხო. ახლა გადავდივართ მეორე ეტაპზე. რა არის მეორე ეტაპი? მეორე ეტაპი არის, ესე იგი, ბევრია ცოტათი. მე ეს უბრალოდ ვურევ სიამოვნებისთვის, თორე რათი შეჭირდება ამის მორევ. და ვფიქრობ, რომ ეხლა ამას ცოტა საღებავი დავუმატო, რომ უბრალოდ ამაზე იყოს. თუმცა მეგობრებო, საღებავი არ არის სავალდებულო. თუ გექნებათ, კარგია, თუ არ გექნებათ, მაგაზე გული არ დაიწყვიტოს და არაფერზე საერთოდ. მანახე. პირში მაქვს საღებავი. რას ჩაიდე მე პირში? გავხსენით, აი მეგობრებო, საღებავი და ეხლა ცოტა ამოვიღოთ და აი საღებავი, ძალიან ცოტა საღებავი გავუკეთეთ და ძალიან ლამაზი ღია ვარდისფერი მივიღეთ, ხო? მართლაც ძალიან ლამაზია და მგონი საკმარისიც არის. ახლაც უნდა მოვურიოთ. მოდი მეგობრებო, მოვიტა და დაგანახებთ რა ბდედად ლამაზია. შეხედეთ მეგობრებო, უბრალოდ რა საყვარელი ფერი არის, ძალიან კარგია. შემდეგი ეტაპი მეგობრებო, გვჭირდება მეგობრებო ლინზის ხსნარი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ცოტა გვინდა, იმიტომ რომ მე რაღაცნაირი მაგარი გამოვა და არ იქნება წელვადი, ამიტომაც ცოტა უნდა ჩავამატოთ ეს. ახლა დაახლოებით ჩავამატეთ 7-8 წვეთი. ხო? არგად უნდა მოურიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და ვნახოთ 7-8 წვეთით რას იზავს. ვიცი რომ ეგრე არის მოქმედებს, გვჭირდება სოდა აუცილებლად, იმიტომ რომ ეგრე არ გაკეთდება რა. უნდა ჩავამატოთ აუცილებლად სოდა. სოდის გარეშე არის ძალიან თხელი და ვნახოთ ახლა სოდას რო ჩავამატებთ როგორი იქნება. სოდაც მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, ბევრი არ უნდა ჩავამატოთ. ცოტ-ცოტა ჩააყარეთ და მე რამდენიც უკვე დასჭირდება, მაგდენი იქნება რა. მეგობრებო, ბევრი მწერთ და გვიკომენტარებთ, რომ კვირაში დავდოთ 2 ვიდეო. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი 25000 გამომწერზე ავალთ, ეგრევე დავიწყებთ კვირაში 2 ვიდეოს დადებას. ამიტომაც გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ რაც მალე ავალთ 25000 გამომწერზე, მით მალე დავდებთ კვირაში 2 ვიდეოს. კი, და ჩემი აზრით ძალიან მაგარი იდეა. სოდა მეგობრებო. ცოტას ჩავაყრი ჯერ. ძალიან ცოტა ჩავამატეთ.
აი მეგობრებო, ამდენი ცოტა ჩავამატეთ ჯერ. ახლა როგორ დაინახეთ, ძალიან ცოტა ჩავაყარეთ, მაგრამ თუ კიდე დაგჭირდება, მგონი გჭირდება კიდეც, კიდე დავამატებთ. მართა, გააგრძელე მორევა, შედეგი გვაქვს რეალურად ოდნავ გასქელდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა კიდე სჭირდება. შეხედეთ მეგობრებო, ძალიან ლამაზი არის აი და გამოდის. იდეაში მე მაგაზე ვფიქრობდი, რომ ძვირი ხომ არ გამოდის ამ პარტის გაკეთებას ხო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ ძვირიანი არის მხოლოდ ეს ლინზის ხსნარი, რომელიც ღირს დაახლოებით 20 ლარი, გვჭირდება ერთი წყარტის გაკეთებისას, რავი, მაქსიმუმ 10 წვეთი. 100 მილilitrია. ძალიან ბევრი წყარტის გაკეთების დროს გამოგვადგება და გამოვიყენებთ და შესაბამისად არც თუ ისე ძვირია, თუ ხართ წყარტების მოყვარული და ყოველთვის ყიდულობთ, პირიქით მომგებიანია ჩემი აზრით. ცოტა კიდე ჩავამატებ ახლა სოდას, რადგან არ გვეყო. აი დაახლოებით თითებში რომ ჩაგეტიოთ, ასა იყრება და ეთყობა რომ აქვს ეფექტი. იმისთვის რომ მეგობრებო უფრო გავაბყრივოთ, დავაბადოთ კიდე ეს ლინზის ხსნარი რამდენიმე წვეთი. თავიდან მეგობრებო 7-8 წვეთი დავამატეთ, ახლა კი მოდით 4-5 ეგრე წავიდეთ. თითქმის მზად არის ჩვენი წყარწი. მანა სულ შენ უნდა გქხო მო. ოკეი. ომე. სვიზამ ჩვენ მეგობრებო. შეხედეთ, აი მეგობრებო უკვე ვაუ. იტურება ნელა. აი მე გადმოაგდო. Oh my gosh! პირველი მე ვიღებ ხელში. და აი მეგობრებო როგორც იქნა გავაკეთეთ წყლარწი, მართა წლების განმავლობაში ცდილობდა და როგორც კი ჩავერთე საქმეში, ეგრევე გამოგვივიდა რა. აბა რა. სამამდე ჯეირანი ვინ დაიჭერს პირველი ხელში წყლარწს? ჯეირანი. ჯეირანი. 1-0. ჯეირანი. ჯეირანი. 1-1. ჯეირანი. 2-1. ჯეირანი. 2-2. ჯეირანი. Yes! მე მოვიგე შენ რატო მიხარია? შეგეშალა? აი აიღეა. მაიმე რა კარგია. მეგობრებო შეხედეთ რა კაიო გამოგვივიდა ხო? მათხოვე ხა. იო. მეგობრებო ძალიან რამდენი წლის მერე მართა, რამდენი ხანი ვცდილობდი? 5 წლის შემდეგ, როგორც იქნა მართა მისწავლა, პარტის გაკეთება და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ფორმის, ზომის და რა ვიცი. მაინც პლასტ ფორმა არ აქვს. ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი ფერის, ხო? მეგობრებო, თუ კიდევ გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გვიყვარხართ. მადლობა ყველა თბილი კომენტარისთვის, სიტყვებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. აუცილებლად გამოგვიწერეთ, რადგან როგორც კი 25,000-ნი გავხდებით, ეგრევე კვირაში 2 ვიდეოს დადებას დავიწყებთ. ნახვამდის. მოვრჩით? მომეციხ.